რამდენი ხანია რაც ეს ცუდად არის და ესეთ მდგომარეობაში? ახლა რაც ცუდად არის, მართლაც გამოუსულ მდგომარეობაში, რომ აღარც ლაპარაკი შეუძლია, მე 3 თვეა. მაგრამ იკითხო პატარა შეეძლო რაღაცა. საწყალი იძახო და მე მოქალაქეობის იმას მომცემენ ახლა წამადგენენო 1-500 ლარს მომცემენ მაინცო 1000 თითო არ მომცემ 500 მაინც ოცნებობდა საწყალი და კერო ძალიან გლახად შეიქმნა. ქალბატონო წინა იყავით მისული მე არაფერი მომწეს. საწყალი კითხულობდა ასე გაჭირებულა რა უნდა თქვა ახლა მე ადგილობრივ ხელისუფლებას აი მე სახის დახმარებისთვის თუ მიმართეთ თქვენ ვინაიდან თქვენ აიღეთ მერიაშიდაც ვიყავით ახლა როგიწყა სულ დავდიოდით თქვა არა მივაკითხეთ და გავაცანით მდგომარეობა ხო დავეხმარებით მოვართ შევამოწმებთ არაფერი სრულიად მოდიოდა მარტო ეს ჟურნალისტები 44-ენა ვიციო თინა ქალბატონო თინაო 44-ენა გრამატიკულათო და ახლა ყველა დამავიწყდა ჩემ მეხსიერება გამომეთიშაო რომ გაიარაო მაგრამ 44-ენა კი არა ერთი ენა წოდნებოდა და საწყალს ქონებოდა ცხოვრების ნაირი ცხოვრება ერთი უპატრონო კაცი იყო ერთი უპატრონო კაცი ხო და ჭირდებოდა დახმარება ჩვენ ეს არაფერი არა ჩვენ ნაცესა აი შვილებს პიცავარ არაფერი სრულებით აბსოლუტურად ჩემ ბავშვს ამზადებდა მაგი თვითონ არასდროს არ მიუმართავს პირადად მას ხელისუფლებისთვის მაგაზი არა აი თვითონ ამაყი კაცია მაგის ხასიათები ახლა მე რო აღწერე ამაყია რო უთხარი ერთხელ მიდი თორი რა იქნება მოთხარი ცოტა რაღაცას გარგებენ მოთხარ რაცა იქნება დახმარებები რაღაცა ორკაფიქს ეიღებ მოთხარ რაგენ მეიხმარ და გეკნება გჭირდება თორი შენავადმყოფობა შენ ქალბატონო ჩინაო ძალიან თქო მეორე თუ არ მითხრა რატო მეუთხარა იქ მერიაშიო ჩემი მოწაფეაო მე ისეთი კაცი ვარო მე ვიყოფინებო რომ ექნესო ჩემიო 2 ლარი იმასო და თხოვით არ თხოვ არავისო და ყველა მიცნობსო არავისო მე თვალში არ სულ ყველა მიცნობს მე რო დავდივარ ტურიო ვასარია ყველა მიცისო თუ უნდა ვინმეს ჩემი დახმარება